ამ წუთებში ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია მიმდინარეობს. როგორც ტრამპი აცხადებდა, მისი პრეზიდენტობის პირობებში არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში ბევრი რამე შეიცვლება. ტრამპი უფლებამოსილებას უკვე რამდენიმე საათში შეუდგება. აშასე თავისუფალი სივრცე ახალ სატელევიზიო სეზონს უბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს მე ვახო ხუსმიაშვილი და აჭარის ტელევიზია წარმოგიდგენ თავისუფალ სივრცეს საღამოშტობისა. უაღრესად პოლარიზებული გარემო, პოლარიზება პოლიტიკაში, პოლარიზება ქუჩაში და პოლარიზება სოციალურ ქსელებში. დაპირისპირება ყველგან, სადაც განსხვავებული აზრია. ჩაფურთხების კამპანია. მიმტენად მომუშავე ადამიანების უმრავლესობისთვის სამსახურის დაკარგვა მართლა უმძიმესი ტვირთია, მაგრამ ის მაინც ხომ შეგიძლიათ, რომ ჩუმად ყველა კერძში ჩაუფურთხოთ. ჩავეკითხე, რომ გოგონი, რასაც მეუბნები, ხა ნამდვილად შეიძლება ესე იყოს, ანუ ჩაფურთხებულ პროდუქტს ყიდულობთ, ხო? კიო, შესაძლებელია. სისხლის სამართლის საქმეები, დაკავებულია ბათუმელების დამფუძნებელი, რომელსაც გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. საზოგადოების ნაწილი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. პოლიციაზე თავდასხმას ისჯება და არის მძიმე დანაშაული. სისტემა გვაჩვენებს იმას, როგორც სამაგალითოდ შეუძლიათ დასაჯონ ადამიანები იმისთვის, რომ იცავენ საქართველოს თავისუფლებას. საგამოძიებო კომისია, რომელიც პარლამენტში უნდა შეიქმნას და რომელმაც 2012 წლებში ჩადენილი დანაშაულის საქმეები უნდა გამოიძიოს. ვიეცით დაპირება ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად მოვახდენთ ასეულ მოძრაობის ლუსტრულებას, მოვახდენთ მათ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუ ამის საჭიროება იქნება და გამოიკვეთება კომისიის მუშაობის დროს. არჩევნების შედეგებს, რომელსაც ამ დრომდე ოპოზიცია არ აღიარებს. ამ და სხვა თემებზე დღეს საღამოს უყურეთ და მოусმინეთ საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს, ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი კაპანაძეს, ქართული ოცნებიდან ლადო ბოჟაძეს. ხდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. აშასე ვიწყებთ საუბარს გიორგი კაპანაძესთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საღამოშტობისა. მადლობა გიორგი, რომ მოხვედით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდი დავიწყოთ ამერიკიდან. მოვიდეთ საქართველომდე. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? როგორი იქნება უკვე უახლოეს პერიოდში საქართველოში პოლიტიკური ვითარება, როგორ შეიძლება შეიცვალოს ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში? პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის. ჩვენ გვჯერა და დარწმუნებულებიც ვართ იმაში, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ტრამპი დაიწყებს თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას, მისი მხრიდან ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. რადგან ტრამპი, მისი ადმინისტრაცია მხარს უჭერს არა არალეგიტიმურ ქართულ ოცნებას, არამედ მხარს უჭერს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. რატომ? იმიტომ რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმური. მან არჩევნები მოიპარა და ასობით ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის ახალგაზრდა ჩვენი შვილების თაობის წარმომადგენლები დაასისხლიანა. ქართული ოცნება არალეგიტიმურის გარდა არის გაფუჭებული. ის დღეს დეპოში, ხო? მისი შეკეთება ფაქტობრივად გამორიცხული და შეუძლებელი. აღარ ექვემდებარება ის რესტავრაციას. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვკიდოთ ამ არალეგიტიმურ ქართულ ოცნებას ხელი და ჩავაბაროთ აგერ ელიავაზე დაშლილებში. აი ეს იქნებოდა ჩემი აზრით გამოსავალი. რატომ? იმიტომ რომ ქართული ოცნების პირველი პირებისაკენ არის ფუფუნება. ხალხისათვის არის სიღარიბე, ხო? რადგან ეს ქართული ოცნება გარდა იმისა, რომ არალეგიტიმურია, ფულს პარავს პირდაპირ ხალხს. აი წარმოიდგინეთ, რომ 35 ლარით გაიზარდა პენსია, მაშინ როცა არალეგიტიმური ქართული ოცნების დეპუტატების ხელფასი გაიზარდა თვეში 7000 ლარით, ხო? აი როგორი უთანასწორობაა, როგორი უსამართლობაა. აი ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, აი რა ცვლილებებს ელოდებით თქვენ მე ეს კითხეთ? პირველ რიგში ველოდებით იმას, რომ ტრამპი როდესაც დაიწყებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ჩვენ გვჯერა იმისა, რომ მისი ადმინისტრაციიდან გაკეთება მკვეთრი განცხადებები არალეგიტიმური ქართული ოცნების მისამართით. რატომ? იმიტომ რომ ტრამპს, ისევ როგორც მის ირგვლივ მყოფ პოლიტიკოსებს აქვს მკვეთრი პოზიცია რუსეთის და ირანის სატელიტების მიმართ, ხო? ამიტომ ვეკითხები მაგალითად ქართულ ოცნებას. აი, ბაში გიორგი, ჩვენ დაუსვო ქართულ ოცნებას. აი, გაგაგზელებინებთ. აი, ამ მონაკვეთთან რომ გავჩერდოთ, ჩვენ გვახსოვს, როდესაც ტრამპმა დაასრულა თავისი პრეზიდენტობის ვადა, მაშინ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ხო, ტრამპთან, როდესაც ნიკა გვარამიესთან ჰქონდა ინტერვიუ, აი, ამოვიღე ციტატა. ყველა მიცის, რომ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს მისი სიძვის კუშნერის მეშვეობით. ყველა მიცის, რომ აი, თქვენ იცოდით, რომ ივანიშვილი აფინანსებდა თავის დროზე ტრამპს და იქვე გვარამია ამბობდა, რომ ტრამპი იყო რუსეთის წარმომადგენელი ამერიკაში.
ამ განცხადებას რა ვუქნათ? ცოტა ინტერპრეტირებულია ის, რასაც თქვენ ამბობთ. არა, ეს სააკაშვილის არანაირი სიტყვით არის ასე. მე განწყობილი ვარ იმის გამო, ვისაუბრებ კონკრეტულ დღევანდელ ხო, არა, მოცემულობაზე. უბრალოდ ამ განცხადებაზე მე მჯერე ერთი რამის, რომ პრეზიდენტ ტრამპს აქვს მკვეთრი პოზიცია რუსეთის და ირანის სატელიტების მიმართ. ასევე დიქტატორული მმართველების, დიქტატორული რეჟიმების და არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ. ამიტომ შეუძლებელია, ვახო, რომ პრეზიდენტ ტრამპს ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება არალეგიტიმური ქართული ოცნების მისამართით, მისი ასე ვთქვათ საპატიო თავმჯდომარის ივანიშვილის ჩათვლით, რომელმაც ქართველ ხალხს წაართვა არჩევნები, შეცვალა მისი ნება და შემდეგ დაასისხლიანა ასობით ჩვენი შვილის წარმომადგენელი, ჩვენი შვილის თაობის წარმომადგენელი. ხვდებით? ამიტომ, როდესაც რეჟიმი არის დიქტატორული, როდესაც რეჟიმი არის არალეგიტიმური, როდესაც იპარავს არჩევნებს, ცვლის ხალხის ნებას, როგორ უნდა დაუჭიროს მხარი პრეზიდენტმა ტრამპმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც დგას ღირებულებებზე, ხო? ის მხარს უჭერს დემოკრატიას, ხალხს, ქვეყანას და არა ერთ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, კორუმპირებულ, არალეგიტიმურ რეჟიმს ქართული ოცნების ეს გავიგე, მაგრამ აი აფინანსებდაო, ამაზე გაქვთ ინფორმაცია, თქვენ ყველა მიცის სააკაშვილი ამის შესახებ არ ვიცი, მე ამის შესახებ არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულება, თუ თქვენ მოიწვევთ ბატონ ნიკა გვარამიას ეთერში მას კითხეთ და კიდევ უფრო ასე ვთქვათ შეიძლება მის მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას, მხარს უჭერს ჩვენს ხალხს და ეს მხარდაჭერა მისი მხრიდან მას შემდეგ რაც ის დაიწყებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ეს გამოჩნდება საქმითაც და სინამდვილეში ხო პრეზიდენტ ტრამპის უფლებამოსილების განხორციელების პირობებში კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, რაც ნიშნავს რას? არალეგიტიმური ქართული ოცნების წასვლას და ახალი დემოკრატიული, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას. ნახეთ, ჩვენს ხალხს აქვს ორი მოთხოვნა, სამართლიანი მოთხოვნა, ვახო. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც უდანაშაულები არიან, რომლებიც ციხეში გაუშვა არალეგიტიმურმა ქართულმა ოცნებამ და ახალი არჩევნები, მაგრამ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს რუსული რეჟიმის გარეშე, ხო? ანუ შეუძლებელია, მაგალითად, მაგნიცკის სიაში მყოფი მინისტრი ატარებდეს არჩევნებს, ან მონაწილეობდეს მასში. შეუძლებელია სანქცირებული ხელისუფლება, რომელიც არალეგიტიმურია, ატარებდეს არჩევნებს. ის ისევე გააყალებს, არ შეიცვლება ეს რეჟიმი. აი, გიორგი, როდესაც ამბობთ, რომ არალეგიტიმური არის, ხო, მარტო თქვენ ხო არ ამბობთ არასამთავრობო სექტორი, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები. საქართველოში არიან, არც ერთი საელჩო არ გასულა საქართველოდან, ხო? ისინი ჩვეულებრივად არიან ქვეყანაში. რას ნიშნავს, აი, როდესაც არალეგიტიმურს უნდა განასხვაოთ ორი რამ. საელჩოები ვისე კონტაქტებიან, ანუ ისინი ხომ არიან ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. თუ არის ეს ქვეყანა არალეგიტიმური, სეპარატისტული, რომელიმე ქვეყანაში არის დასავლეთის საელჩოები, სადაც არალეგიტიმური რადგან დღეს არის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია, ამიტომ ამ მაგალითსაც გეტყვით, ხო? მაგალითად, აი ამ მომენტისათვის ვაშინგტონში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები, ასევე ვაშინგტონში იმყოფება ინაუგურაციაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი. არც ბილეთით და არც უბილეთოდ ქართული ოცნების წარმომადგენელი არ არის ვაშინგტონში. მას არავინ არ იწვევს, ხელს არავინ არ ართმევს. არალეგიტიმურია, კეთრომანია და მიუღებელია ვაშინგტონისთვისაც, ბრიუსელისთვისაც და ლონდონისთვისაც კი. თქვენ იცით, როგორი პაკეტია სანქციების, ხო? ერთი მხრივ არის ამერიკული პაკეტი, რომელიც მათ შორის მოიცავს, ასე ვთქვათ, მაგნიცკის სიას, ეს არის უმძიმესი ვითარება, როდესაც პერი ამ სიაში აღმოჩნდება და რამდენიმე მინისტრი არის ამ სიაში აღმოჩნდა და შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს. მეორე მხრივ ეს არის შეზღუდვები ევროკავშირის სივრცეში და მესამე მხრივ აი ასე ვთქვათ დღეს მიდის პროცესი უკვე ბრიტანეთში ბრიტანული სანქციების გათვალისწინებით, ხო? ფაქტობრივად პოლიტიკური თვალსაზრისით მთელი მსოფლიოს, ცივილიზებული მსოფლიოს მიერ არალეგიტიმური ქართული ოცნებისათვის განაჩენი არის გამოტანილი, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჩვენმა ხალხმა, უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ, რომელთა წარმომადგენლებიც არა ჩვენი საზოგადოების მოქალაქეები. უკვე 50 დღეზე მეტია მყარად მტკიცედ დგანან ქუჩაში, არა მხოლოდ თბილისში, სხვა შორის ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ასე შემდეგ და ჩვენ გვიჯერა ერთი რამის, რომ მიზანი რომელიც აქვს ჩვენს ხალხს, პირველი არის სამართლიანი და მეორე არის შესრულებადი უახლოეს მომავალში. გიორგი, გასაგებია ხალხი ქუჩაში დგას, მაგრამ ვინც არ დგას
თქვათ ქუჩაში. თქვენ ფიქრობთ, რომ ქართულ ოცნებას მხარდამჭერები არ ყავთ და მარტო ის ადამიანები არიან, ვინც ქუჩაში დგას და იქნებ გაცილებით მეტი არის ეს ხო ვინმე დათვალა, აი ქართულ ოცნებას რა ვინ უჭერს მხარს და ოპოზიციას. ნახეთ, მე არ ვფიქრობ, რომ ქართულ ოცნებას მხარდამჭერები არ ჰყავს. რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას მხარდამჭერი ეყოლება და ჰყავს კიდევაც, მაგრამ არა იმდენი, რამდენი პროცენტიც დაიწერა. ეს ვინ დაადგინა? დადგინდა ის, რომ არჩევნები არის გაყალბებული, მოპარული და ქართველი ხალხის ნება არის შეცვლილი. მათ შორის ერთ-ერთი მტკიცებულება არის ის, რომ დარღვეული იყო არჩევნების ფარულობა. თქვენ იცით, რომ კონსტიტუციური ჩანაწერია, რომ არჩევნები მათ შორის ტარდება ფარულად. და როდესაც არჩევნების ფარულობა ირღვევა, რა, ეს უკვე არაკონსტიტუციური არჩევნებია. ამიტომ თქვენ იცით, რომ დღემდე და ამ მომენტისათვის არც ვაშინგტონმა, არც ბრიუსელმა, არც ლონდონმა, არც ზოგადად ევროპის ევროკავშირის რომელიმე ქვეყანამ რამდენიმე გამონაკლისის გარდა ამ რეჟიმის ლეგიტიმურობა არ აღიარა. და საელჩოების მაშინ რატო არ იწვევენ გიორგი აქედან? ჩვენ ნახეთ სეპარატისტულ ლეგიონებში ხო არ არის საელჩოები, მისიები და მაშინ რატო არ გაყავთ სიტუაცია? საქართველო არის ევროპული ქვეყანა. საქართველო უნდა იყოს თავისუფალი ქვეყანა და ასევე უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წარმომადგენლობები, დიპლომატიური სამსახურების წარმომადგენლობები, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლობები ჩვენს ქვეყანაში პატივს სცემენ ჩვენს ხალხს. ასევე ცდილობენ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის დახმარებას, არა? ამიტომ ერთი მხრივ ისინი, რა თქმა უნდა, არ აღიარებენ ამ რეჟიმს და ფაქტობრივად არალეგიტიმურადაც მოიხსენიებენ და ეს ჩანს მათ ყველა განცხადებებში და მეორე მხრივ ისინი მხარს უჭერენ ჩვენს ხალხს. ამიტომ რა თქვენ თუ ეხლა ამბობთ იმას, რომ რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ეს არ არის კარგი შედარება. ამერიკელი ხალხი, ამერიკის სახელმწიფო ჩვენს ხალხს მხარს უჭერს ამდენიმე ათეული წელია. ძალიან ბევრი პროექტი ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ შეერთებული შტატებისგან არის განხორციელებული, ისე როგორც ევროკავშირის ქვეყნებისგან, დიდი ბრიტანეთისგან, არა? და ეს მხარდაჭერა დასაფასებელია. ამიტომ მგონია, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდება პრეზიდენტ ტრამპის პირობებში, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა და საბოლოო ჯამში, უახლოეს მომავალში, ძალიან მალე ეს არალეგიტიმური ხელისუფლება წავა და შემდეგ ჩატარდება თავისუფალი, კონკურენტული და დემოკრატიული არჩევნები. მაგალითად, აი თამარ ჩერგოლეიშვილის ასეთი განცხადება იყო სოციალურ ქსელში, რომ აი ამ მოვლენებმა ეს ოპოზიციური სპექტრისო გადარეცხაო და ერთადერთიო, ვისაც უცხოეთშიო ქართველი ხალხის სახელით საუბრის უფლება აქვს, ეს არის სალომე ზურაბიშვილიო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ მოვლენებმა ოპოზიციაც ესე გადარეცხა და ზურაბიშვილი დარჩა ერთადერთი, ვისაც აი ამ ადამიანების სახელით ვინც ქუჩაში დგას, ესაუბროს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს? ნახეთ, იგივე მაგალითად ამერიკის კონგრესიდან, სენატიდან, ევროკავშირიდან, ევროპარლამენტიდან, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი დღემდე ერთადერთ ლეგიტიმურ ფიგურად ითვლება პრეზიდენტი ზურაბიშვილი და იმიტომ რომ ის არის საქართველოს პრეზიდენტი, არა? ამიტომ მას აღიარებენ. მაგასაც ხო არალეგიტიმურად აცხადებდნენ. მას აღიარებენ პრეზიდენტად, მას იწვევენ ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციაზე და მას ელაპარაკებიან როგორც საქართველოს წარმომადგენელს, არა? რაც ეხება იმ შეფასებას, რომ აი ოპოზიცია, ასე ვთქვათ, სუსტია. შესაძლოა ამას ჰქონდეს თავისი, ასე ვთქვათ, არგუმენტი, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება გაძლიერება, ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება ერთობა, ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება კოორდინაცია და რატომ იცით? იმიტომ რომ ჩვენ კი არ გავიმარჯვოთ რომელიმე პარტიამ, ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა საზოგადოებამ რომ გაიმარჯვოს, არა? თქვენ აი შესავალში საუბრობდით იმაზე თუ როგორი პოლარიზებული არის, ასე ვთქვათ, გარემო. სინამდვილეში იცით რა ხდება? ასობით ახალგაზრდა არის დასახიჩრებული, ნაწამები, ნაცემი, მაგრამ დასჯილი არ არის არავინ. თქვენ ახსენეთ ჟურნალისტი ბათუმელების, რომელიც აი ამ მომენტისათვის დაკავებული არის და მას ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა. კი, მაგრამ აი ვახო თქვენ ჟურნალისტი ხართ და ძალიან დიდი ხანია, ხო? კი, მაგრამ ასობით ახალგაზრდა რომ სცემეს და არც ერთი პოლიციელი, სამართალდამცავი, ტიტუშკა და ზონდერი რომ დაკავებული არ არის, ეს სამართლიანია? თუ ერთი ქალბატონი, რომელიც ჟურნალისტია, რომელსაც აქვს მართლა კარგი და დადებითი რეპუტაცია, რომელიც ემსახურებოდა საზოგადოებას, დააკავეს მყისიერად უმძიმესი ბრალდებით. კი, მაგრამ ასობით ახალგაზრდა რომ სცემეს, მათ შორის წიხლებით რომ შედგნენ და სცემდნენ, უკიდურესად რომ დააზიანეს, რატომ ვერ დააკავეს ვერც ერთი პოლიციელი, ან ზონდერი, ან ტიტუშკა, თუ მართლა გამოძიება უნდათ, მაკა ჩიხლაძეს რომ თავს დაესხნენ, ის ნიღბიანი ზონდერები და ტიტუშკები, ხელისუფლების დაქირავებული, რატომ ვერ დააკავეს? კი, ვერ დააკავეს.
დააკავეს, არ დააკავეს, რადგან ეს იყო სისტემური ძალადობა, ეს იყო მათ მიერ დაკვეთილი ძალადობა და რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში ესე არ უნდა გაგრძელდეს. ამიტომ ეს არალეგიტიმურები, ეს ყველაფრის მკადრებლები, ეს ახალგაზრდების დამსისხლიანებელი რეჟიმი უნდა წავიდეს და შემდეგ უკვე ხალხმა ჩაატაროს დემოკრატიული, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები. ასეც იქნება ჩვენ გვიჯერა და ეს ყველაფერი მოხდება უახლოეს მომავალში პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ძალადობა ყველა მხრივ ძალადობა საერთოდ არ ვარგა, ხო? მაგრამ აი საუბრობდით და ანონსშიც ქონდა გატანილი. ის არა, ის თქვენი აზრით ძალადობა, როდესაც არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის მომხრე არის, რომ აი ქართული ოცნების მომხრე თუ შემოვიდა ჩაუფურთხეთ საჭმელში. ამას ემიჯნებით თქვენ აი ასეთ განცხადებებს. აქეთ ნებისმიერი ხასიათის ძალადობას მე და თქვენ გვაქვს ურთიერთობა წლებია და იცით რომ ნებისმიერი ხასიათის ძალადობას ვემიჯნები. რა თქმა უნდა ვემიჯნები ნებისმიერი ხასიათის ძალადობას, მაგრამ როდესაც ვხედავთ ჩვენ რომ ერთი მხრივ მყისიერად აკავებენ პირებს და უმძიმეს ბრალდებას უყენებენ მას და მეორე მხრივ ასობით ახალგაზრდას რომ ასახიჩრებენ და ასისხლიანებენ არც ერთ პოლიციელს, არც ერთ ტიტუშკას, არც ერთ ზონდერს არ სჯიან, ეს რა თქმა უნდა უსამართლობაა. ამის გამო საზოგადოება აღელვებულია, გაბრაზებულია და სწორედაც არის გაბრაზებული. და გონია რომ ეს ასე არ ჩაივლის. ესენი არალეგიტიმურების გარდა ამათმა გამოვლინეს უკიდურესი სისასტიკი ახალგაზრდების, ჩემი შვილის თაობის მიმართ, რა. ჩემი შვილი აქციებზეა ხშირად მის მეგობრებთან ერთად. ეხლა წარმოიდგინეთ რომ მისი მეგობრები, ჩემი შვილი საფრთხეშია აი ამ სისხლიანი რეჟიმის, აი ამ სისასტიკის გამო, ხო? ისევე როგორც ყველა შვილი, ეხლა ჩემი შვილი გამონაკლისი არ არის, არა? ამიტომ რა კანონის უზენაესობაზე, ან დემოკრატიაზე, ან სამართლიანობაზე, ან დემოკრატიულ პრინციპებზეა საუბარი, როცა ვხედავთ რომ პირდაპირ სისტემური ძალადობა ხორციელდება ახალგაზრდების, ჩვენი შვილების თაობის წარმომადგენლების მიმართ და ათობით ახალგაზრდა udანაშაულოდ რჩება ციკლში. ხო, აი ამაზეც მინდა კითხოთ და უნდა დავასრულო პრინციპში. როდესაც აი რამდენიმე ათეული ადამიანია დაკავებული, არის საპატიმროში, ამ დროს პოლიტიკური ლიდერები, ხო? რას აკეთებენ? რას გულისხმობთ? ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ, ხო? თავის დროზე ხო ოპოზიცია მოუწოდებდა, რომ ქუჩაში გამოდით საპროტესტო აქციაზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა ვალდებულება აქვს ეხლა ოპოზიციურ სპექტრს ამ ახალგაზრდებთან? არა აქვს არანაირი ვალდებულება? ოპოზიციურ სპექტრს აქვს ვალდებულება საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის მიმართ. და ოპოზიციური სპექტრის ვალდებულება არის დღეს ის, რომ იყოს ერთიანი, იყოს კოორდინირებული და ჩვენს ხალხთან, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ყველამ ერთად მივახციოთ ჩვენი ქვეყნის წარმატებასა და გამარჯვებას. მადლობა გიორგი რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. გიორგი კაპანაძეს უსმენით, ნაციონალური მოძრაობიდან და ლადო ბოჟაძე, მართველი გუნდი და შემოგვერთა და საღამოშტობის ლადო, მადლობას გიხდით რომ მოხვედით და ისეთ გადაცემაში მონაწილეობას. ტრამპის ინაუგურაცია მიმდინარეობს ახლა. ჩვენ გვესმოდა კარგ ხნის განმავლობაში რომ საქართველოს ხელისუფლება მზად იყო რომ გადატვირთვის პოლიტიკა მომხდარიყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რას ელოდებით უკვე მომდევნო დღეებში? რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით პოლიტიკის გადატვირთვას არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ იგივე ამერიკა, ევროკავშირთან მიმართებაში, რაც თავისთავად გამოიწვევს მათ შორის საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობის გადატვირთვას, სადგან გახსოვთ თქვენ რომ გავიხსენოთ იგივე ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადა, არაერთი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩვენი ქვეყნის ამერიკაში და სულ სხვა განსხვავებული ურთიერთობები და დამოკიდებულება, რომელიც ჰქონდა იმ წლებში და რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულება შეიცვალა ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის შემდგომ და განსაკუთრებით შეიცვალა უკვე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ. პირდაპირ იყო მოწოდებები, გახსოვთ თქვენ ჩვენ არ დაგვიმალია არასდროს რომ ჩართულიყავით ღია კონფლიქტში რუსეთთან, ჩვენ რუსეთთან ომში ახლაც ვართ, თუმცა ეს ომის ცივი ფაზაა და არა ცხელი ფაზა, ისეთი როგორც იყო იგივე 90-იან წლებში და იგივე 2004 წელს და 2008 წელს დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, რაც თავისთავად ეკონომიკურ პრობლემასაც შექმნიდა ჩვენს ქვეყანაში და შეიძლება კიდევ დამატებითი საბაბი და პროვოცირება ყოფილიყო რუსეთისთვის, რომ გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა უკრაინაში. შესაბამისად, ტრამპის ის გზავნილები, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოვისმინეთ და ემთხვეოდა ის ჩვენ გზავნილებს, იგულისხმება მშვიდობის საკითხები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა, რუსეთ-უკრაინის ომის რაც შეიძლება სწრაფად დამთავრება, ტრამპისთვის მშვიდობა მთელ სოფლიოში არის მნიშვნელოვანი და თქვენ იცით, რომ ინაუგურაციის და ფიცი ახლა დადო, ახლაც მიმდინარეობს ეს პროცესი, თუმცა უკვე გარკვეული ძვრები იგივე ჰამას ისრაელთან მიმართებაში, რუსეთ-უკრაინასთან მიმართებაში გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა და პოლიტიკა გამოკვეთილია. როდესაც ამას საუბრობთ, ეს არის თქვენი დაკვირვების, ანუ
თუ რაღაცა კომუნიკაცია არსებობს და რაღაცას დაყნობით არის რაღაცა განცხადებები ახალ ადმინისტრაციასთან იმ ადამიანებთან, ვინც მოიაზრებოდნენ მისი გუნდის წევრებთან, თუმცა იცით თქვენ რომ დამარცხებულ ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის დაეტოვებინათ მაქსიმალურად რთული ვითარება, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ბევრ ქვეყანასთან და ბევრ პრობლემასთან მიმართებაში, მათ შორის გამოყვეთ რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობებს, როცა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები. დღეს და ეს არ არის ჩვენი ბრალი, ეს არის ამერიკული მხარის ბრალი, იმიტომ რომ გავბედეთ, ასე ვთქვათ, და ჩვენ დავიცავით ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესები. ამას მოყვა სანქციები ბიძინა ივანიშვილზე უკვე სამართლებრივად გაფორმებული, თორე იგივე შვეიცარიის ბანკთან დაკავშირებით წინა შემთხვევა გახსოვთ ყველა თქვენთანაც და ახლა სანქციებიდან გამომდინარე თუ მანამდე უარყოფთე რომ მათ არაფერი კავშირი არ ქონდათ და ეს ბანკის და ბიძინა ივანიშვილის დავა იყო მოგებულია სასამართლო პროცესები და ახლა სანქციების გამო შეიძლება ეს თანხები ვერ მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა მანამდე ყოფილი ელჩის შეხვედრა ჩვენ ორი პრობლემა გქონდა ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე, ერთი იყო მშვიდობის საკითხი და მეორე იყო LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობა. თქვენ გახსოვთ 17 მაისს მილიონზე მეტი ქართველი გამოვიდა და საქართველოს მოქალაქე მთელი ქვეყნის მასშტაბით და მაშინ მივიღეთ დავალება, რომ მათ შორის 20 კანონი მიგვეღო და კანონში ცვლილებები შეგვეტანა, რომ დაგვეცვა ჩვენი შვილები და შვილიშვილები ამ მავლეზე გავლენისგან. გახსოვთ ამასაც როგორი კრიტიკა მოყვა და ვნახოთ რა დამოკიდებულება აქვს ტრამპს და მის გუნდს. თქვენ იცით, რომ კონგრესში უკვე ინიცირებულია ფაქტობრივად იგივე ტიპის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ამიტომ ეს ორი ძირითადი ხაზი, რასაც საყვედურობდა წინა ადმინისტრაცია და საყვედურობდა ევროკავშირი, ფაქტობრივად შეიცვლება რადიკალურად და ოპოზიცია, რომელიც გახსოვთ თქვენ ტრამპზე რა ეპითეტებით ამკობდნენ, როგორ გაუხარდა ტრამპის დამარცხება 2020 წელს, რაღაცა რუსული პროექტი, პუტინის დავალება, ყველაზე პრორუსი პრეზიდენტი და არ ვიცი ხა რა, ამათ გონიათ რომ ვინმეს დაავიწყდა, რას ამბობდა გვარამია სააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ან ოპოზიციის სხვა ლიდერები, ტრამპზე რა თქმა უნდა, ტრამპისთვის ეგენი რას ამბობდნენ, მაშინ ან ასე თქვენ ახლა არაფერი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ორი მთავარი მიმართულება, რის გამოც ჩვენ ასე წნეხში ვართ, გულისხმობა არა ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფო ავტომატურ რეჟიმში ნელ-ნელა მოსნას დაიწყებს, იმიტომ რომ სხვა საკითხები დადგება წესებში. ამასობაში არნახული პოლარიზებული გარემო არის ქვეყანაში, ხო? მარტო სოციალურ ქსელში რო შევიდეს ადამიანი, შეხედოს რა ხდება, განსხვავებული აზრის მიუღებლობა არის ძალიან დიდი. თქვენმა პარტიამ შემოიტანა ახალი საკითხი, თქვით რომ უნდა შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია, რომელმაც 2012 წლებში ჩადენილი დანაშაულების შესწავლა უნდა მოახდინოს და აი ამ დასკვნას მე გადააგზავნით გენერალურ პროკურატურაში რეაგირებისთვის. როგორ ფიქრობთ, აი ამ საკითხის შემოტანა კიდევ უფრო ხომ არ გაართულებს იმ სიტუაციას, რაც არის საზოგადოებაში და მით უფრო, როდესაც 12 წელია ხელისუფლებაში ხართ, ეს კითხვები სხვათა შორის თქვენმა ოპონენტებმაც დასვეს, რა დროს ეს საკითხი არის 12 წლის შემდეგ. რატომ თქვენ ხომ ეს შეგეძლოთ, აი წლების წინაც გაგიკეთებინათ, შეგექმნათ ეს კომისია? საქმე ამაშია, რომ შეგვეძლო თუ არ შეგვეძლო, ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი. ახლა თქვენ იცით, რომ თავსამხეული კოჰაბიტაცია ეს არ იყო ჩვენი არჩევანი და არ იყო ქართული ოცნების და ქართული ხალხის არჩევანი, რომ ჩვენ გასაგებია ის ერთი წელი როცა სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, სანამ გაიქცეოდა ქვეყნიდან, ბუნებრივად იყო კოჰაბიტაცია ხო ხელისუფლებაში, ჩვენ ვიყავით და სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, მაგრამ შემდგომი პროცესები, რომ ფაქტობრივად დაგვინიშნეს გარედან ოპოზიცია, დაგვინიშნეს სამოქალაქო სექტორი, დაგვინიშნეს ასე ვთქვათ ოპოზიციურ მედია, რომელსაც დღესაც აფინანსებენ ასეულობით მილიონი დოლარით და რაში იხარჯება ეს არავინ არ იცის, ამას ჰქონდა ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი და რა თქმა უნდა სამართლიანად გვეკითხებოდნენ ჩვენი მოქალაქეები, რომ თუნდაც ამ 12 წლის განმავლობაში გასაგებია, რომ სააკაშვილი დატვირთვაშია, გასაგებია, რომ მერაბიშვილა მოიხადა, გაჩო ახალაია, მეგის კარდავა, გაქცეულია კეზერაშვილი, ადეიშვილი და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც რეჟიმი, რა მოვლენებთან ჰქონდა ჩვენ საქმე, რა საკეთებდა მაშინდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ ამაზე სამართლებრივ ნაწილში არ გვისაუბრია. თქვენ იცით, რომ პოლიტიკური განაჩენი ნაციონალურ მოძრაობას ჯერ კიდევ 2012 წელს გამოუტანა ქართულმა ოცნებამ და ქართულმა ხალხმა ერთად და ეს განაჩენი დღესაც ძალაშია. ყველა შემდგომი არჩევნები რაც ჩატარდა 12 წლის განმავლობაში, ყველგან ნაციონალურ მოძრაობა დამარცხდა ქართულ ხალხთან, როგორც არც ერთი არჩევნების შედეგების მიღება მათ არ უნდათ, ბუნებრივია, ხო, ხა როცა არჩევნებს აგები, როგორც კაი არჩევნები იყო და არ ვიმსახურებდი და იმითო წავაგეო. ხო, იგივე იქნება 25-ში თვითმმართველობის არჩევნებზე, 28-ში საპარლამენტო არჩევნებზე. რატო? იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობა ყველამ კარგად იცის, როგორი პოლიტიკური ძალა იყო და რეჟიმს ჩვენ რო გვეძახია, რა არის რეჟიმი. ამის შეხსენება როგორც ჩანს, ბევრ ადამიანს ჭირდება. არ მხოლოდ ახალგაზრდებს, რომელსაც აღმოჩნდა, რომ იმ წლებში უბრალოდ ახალგაზრდები იყვნენ და
ეხლა 18 წლის ახალგაზრდა და 20 წლის ახალგაზრდა 6 და 8 წლის რო იყო, ბუნებრივია შეიძლება ეს ყველაფერი არ ახსოვდეს. მით უმეტეს 11 წელი 2007, 8 ზოგი შეიძლება დაბადებულიც არ იყო და გასაგებია, მაგრამ ხომ ახსოვთ მათ ჩობლეს, ბებიეს, ბაბუებს. თუ არ ახსოვთ, აგერ იქნება კომისია, რომელიც არა მარტო იმ საკითხებზე, რომლებზეც მანამდე იყო მიდიოდა მუშაობა, სისხლის სამართლის განაჩენებია, იცი საზოგადოება, არამედ იმაზე, რაზეც კითხვები დღემდე არსებობს. თქვენ იცით, რომ 5 მიმართულებით უნდა იმუშაოს ამ კომისიამ, დაწყებული ადამიანის უფლებები, ბიზნესის რეკეტის და ყველაზე მთავარი რუსეთ-საქართველოს ომი, რატო ვერ მოხერხდა რუსეთის პროვოკაციაზე არ წამოგება, ომში არ ჩართვა და ყველაზე მთავარი ომის შემდგომ, ჯერ როგორ მივედით ომამდე, რატო დაარქვეს კოდორის ხეობას, რომელიც ჩვენი პლაცდარმი იყო ფაქტობრივად ზემო აფხაზეთ და ერთი ტყვის გასროლის გარეშე ჩააბარეს, იცით თქვენ და ათეულობით მილიონი დოლარის ტექნიკა და შეერაგება თქვენი ოპონენტები გეუნებიან ამ კომისიასთანო. ახლა ჩვენ ახალი და ძველი ნაციონალური მოძრაობა კომისიაში რო არ შემოვა, თავის ლელოიან გახარიანა და ეს გასაგებია, ხო? კი ბატონო, მაგრამ არის თანამშრომლობენ და მოუწევთ, რატომ? იმიტომ რომ ეს განსაზღვრულია კანონმდებლობით და კონსტიტუციით და რა თქმა უნდა ყველა ვალდებულია ჩვენება მიცეს საგამოძიებო კომისიას, ხო? მე მესმის მათთვის ძალიან რთული იქნება კითხვებზე პასუხების გაცემა. ეხლა ზოგიერთისთვის ნიკა გვარამია მედია მენეჯერია და რაცა ახალი პარტიის ლიდერია და ასე შემდეგ ახსოვთ თქვენი შეფასებები. თუმცა ყველას კარგად გვახსოვს გვარამია ვინ იყო მაშინ როცა იყო ხელისუფლებაში განსაკუთრებით 7 ნოემბრის საკითხებზე იმედთან მიმართებაში ოპოზიციასთან დამოკიდებულებაში მაშინ აღზრდილი სისხლის სამართლის საქმეები მთელი ოპოზიციის აგენტებად გამოცხადება და ყველა მათგანი ხა ზოგიერთ სიაშიც კი უწერიათ. მაშინ ვინც გვარამია რუსეთის აგენტებად გამოაცხადა სისხლის სამართლის საქმე აღზრდეს და ჩვენ რო სამჯერ დაგვარბიეს მაგას გვეუბნებოდნენ რომ იმიტომ დაგარბიეთ რომ თქვენი ლიდერებიო რუსეთთან თანამშრომლობენ და ეხლა ეს ხალხი სიაში უწერიათ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ზოგ ძველ ნაციონალურ მოძრაობას, ზოგი ახალ ნაციონალურ მოძრაობას. ეხლა აღარ არის რუსეთის აგენტები? და ასევე მინდა კითხოთ, აი ამ აქციების ფონზე დაკავებულია ახალგაზრდები. დაკავებული არის ასევე ბათუმელების დამფუძნებელი ქალბატონი მზია, რომელმაც სხვათა შორის დღეს მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს განცხადება და თქვეს, რომ შიმშილობა დაიწყო. ცოტა ხანში გვეყოლება მისი ადვოკატი პირდაპირ ეთერში. თქვენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორ უყურეთ აი ამ საქმეებს? პირველი და მთავარი უნდა თქვათ, რომ ძალადობა არის მიუღებელი და ყველანაირ ძალადობას გმობთ. ყველანაირს თორსა გულისხმობ მართლა ყველანაირს. ისე კი არა, რომ აქეთ ჩერჩევი ძალადობაზე საუბრობდეს ოპოზიცია და იქით არ ახსენებდნენ 171 დაზარალებული პოლიციელს, არ ახსენებდნენ აქეთ დაკავებული არ არის ამას ამბობენ და ოპოზიცია. ის კადრები, რომელიც ყველა ჩვენთან განისვის მიუღებელი იყო, თქვენ კოლეგაზე ზეწოლა, წაქცეულ ახალგაზრდაზე ზეწოლა და ასე თქვენ იცით, რომ ამაზე გამოძიება მიმდინარეობს. მათ შორის იგივე თავართან მიმართებაში თქვენ იცით, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები შვილები არიან, მათ შორის თანამონაწილეები იმ პროცესის, ყოველ შემთხვევაში მეგობრები იმ ადამიანებს, რომლებიც თავს დაესხნენ მაკაშიხლაძეს და მის ოპერატორს და ისინი არ თანამშრომლობენ, არ ამბობენ, ვიზი არის საუბარი, თუმცა გამოძიება მიდის, თქვენ იცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ველოთ რა როგორ დასრულდება. თუმცა ყველა შემთხვევაში არავის დაჭერა, არავის ციხეში გაშვება არ უხარია პირიქით. ჩვენ გახსოვთ 2012 წელს ყველაზე დიდი ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოაცხადეთ, ახლაც იცით თქვენ რომ 613 ადამიანი დღეს და ხვალ საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა არ არის არავინ ციხეში. აბაზე უნდა კითხოთ, შემდეგი კითხვა აი ამ შეწყალებასთან დაკავშირებით ოპოზიციას კითხვები აქვს. როდესაც აი თუნდაც ბათუმელების დამფუძნებელი ხალი არის ციხეში. ანუ იქ მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო თუნდაც აი ხალის თქვათ საპატიმროში გაშვებაო, როდესაც თქვათ აი გირაო იყო შეთავაზებული. მე საუბრობენ იმაზე, რომ იყო მასზე ზეწოლა, როდესაც მოხდა დაკავება და სწორედ აი ამან გამოიწვია ეს პროცესიო, ხო? თქვენ როგორ უყურებთ? აი რა პასუხი შეგიძლიათ გასცეთ თქვენ ოპონენტებს? რომ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და იღებს მოსამართლე და იღებენ ის ადამიანები, ვისაც გახსოვთ თქვენ როგორი დამოკიდებულება გამოხატა საზოგადოება მოსამართლეების მიერ იმ ნაწილმა, რომელიც ანგაჟირებული იყო და ითხოვდნენ სამართლიანობას ამ თვალსაზრისით, თუმცა ვნახეთ თავად მოსამართლეებს როგორ ექცეოდნენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სასამართლო ამ თვალსაზრისით არის დამოუკიდებელი. ის მტკიცებულებები, რაც წარადგინა და ბრალდების მხარემ და იმ მტკიცებულებები, რაც წარადგინა დაცვის მხარემ, ამაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს და რა თქმა უნდა, ალბათ კარგი იქნებოდა გირაო შეეფარდებინა, შეიძლება პატიმრობა საერთოდ საჭირო არ იყო. თუმცა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვნახეთ ის, რაც მოხდა. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი? ეს ჩემზე და თქვენზე კი არ არის, ეს ჩვენ სახელმწიფოს ეხება. იგივე როცა ამერიკულ სტანდარტზე ვლაპარაკობთ, ევროპაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა მოძიება ნებისმიერ ევროპულ ან ამერიკულ ფილმს უყურეთ, სადაც პოლიციასა და მოქალაქეს ეკნებ ერთმანეთს შეხება და ეს ყველაფერი როგორ თავდება.
მიუხედავად იმისა, რომ ის რაც ჩვენ ვნახეთ იყო მიუღებელი, ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. თქვენ იცით მე ერთ ტელევიზიაში დღესაც დებატები და გიტყვით რომ თქვენთან დიალოგს ჩვენ არ ვაპირებთ. დიალოგის არ დაპირება კამათი ის რაც პოლიტიკისთვის აკეთებელია რომ არ კეთდება პარლამენტში, ამიტომ კეთდება ქუჩაში. და როცა საზოგადოება ხედავს რომ შეგიძლია პარლამენტის წევრს თუ შენიანი არ არის შეურაცხყოფა მიაყენო, გალანძღო, მიუვარდე და ასე შემდეგ. მე ვიღაცა დაფიქრდება რომ თუ ამას აქვს უფლება რომ მისთვის მიუღებელ დეპუტატს ასე ელაპარაკოს, მაშინ მეც დაველაპარაკები. ოპოზიციონერები რა დეპუტატები არ არიან? ჩვენ ვართ 59. ისინი არიან 61. ისაც იგივე გახარიასთან დამოკიდებულებაში ვნახეთ ჩვენ ხო ვინ დაიწყო ინციდენტი. ეს ხო ოდესმე უნდა დასრულდეს. ეს ხო ჩვენ უნდა გავიგოთ რომ ჩვენ ვინ დაიწყო გახარიასთან დაკავშირებით? ჩვენ რა კადრებიც ვნახეთ და იცით თქვენ რომ გამოძიება სრული კადრებია გამოყენებული და ალბათ გამოძიებიდან გამომდინარე და მაღალი ინტერესთან ალბათ საზოგადოებასაც მოუწევს ამ კადრების ხილვა. მე ერთადერთი ის ვნახე რაც ტელევიზიებში გავრცელდა ელაპარაკებოდა თითო სამხარაზე, კონკრეტული შეკითხვა დაუსვა და მისი მხრიდან მიიღო კონკრეტული პასუხი. რასაც თავისთავად მოყვა მერე უკვე შემდგომი დაპირისპირება. თუ ამის მაგალითი თავად პოლიტიკოსებმა არ მივეცით ერთმანეთს, რომ ჩვენ კითხვის დასმაზე შეგვიძლია პასუხის გაცემა, შებრუნება და გავლად არა დაპირისპირება, საზოგადოებაში ეს არ დასრულდება და თქვენ წინარესწორებთან ჩართვა უნდა გქონდეს და ძალიან მოკლედ მინდა ბოლო კითხვა დაგისვათ. 613 ადამიანი, რომელიც შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა, ოპოზიცია ითხოვს რის საფუძველზე მოხდა ამ ადამიანების შეწყალებაო, გასაჯაროებას ითხოვენ, ვინ არიან ეს ადამიანები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორ მოახერხა აი ამ საქმეების გაცნობაო, აი ამ მოკლე ვადაში თქვენ რა პასუხი გაქვთ? ნახეთ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და რაც ყველა მთავარი სტრუქტურები ვის მუშაობენ პატრიოტთან წლებია აქვთ ეს ინფორმაცია და წლებია ადამიანების შეწყალებას ელოდებოდნენ და თქვენიც რომ სალომე ზურაბიშვილმა ბოლო წლები არაფერი არ გააკეთა იმისაც რომ ადამიანები ოჯახებს დაბრუნებოდნენ. არც ერთი პატიმარი არ არის ისეთი, რომელმაც შეიძლება საზოგადოება შეუქმნას პრობლემა. მე არც მათი სახელები და გვარები ვიცი, არც ბუხლები ვიცი, მაგრამ ვიცი ერთი, რომ მათ ოჯახები ელოდებოდნენ, მათ შეწყალებაზე თხოვნა დაწერილი ჰქონდათ, მათ ადმინისტრაცია ახასიათებდა დადებითად და მთავარი ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეულ მათგანს დავეხმაროთ რესოციალიზაციაში. ასეთი პროგრამები იცით თქვენ, რომ მათ შორის პენიტენციურ სისტემაშიც არსებობდა, არსებობს გარეთაც და მადლობა პრეზიდენტ ყაველაშვილს, ყველაფერი გაკეთა, რომ ეს ადამიანები დროულად თავიანთ ოჯახებს დაბრუნებოდნენ. ეს ჰუმანური აქტი ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალშიც ეს გაგრძელდება, ოღონდ ყოველგვარი ზედმეტი რეფერენციების გარეშე ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვინც იმსახურებს თავისუფლებას, ვინც უმსახურებს, რომ ოჯახს დაუბრუნდეს, ის დაუბრუნდება, ისევე როგორც რა თქმა უნდა ყველა ვინც ახლა წინასაპატიურობაში იმყოფება, მინდა რომ შესაბამისი სამართლიანი სასჯელები მიიღოს. მადლობა ლადო ბოჟაძეს მართველი გუნდიდან და ახლა უნდა გადავიდეთ ჩართვაზე. ჯუბერ ქათამაძე შემოგვიერთდება მზია ამაღლობელის ადვოკატი. თქვენ მაყურებლებმა იციან რომ 11 იანვარს დაკავებული იქნა ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც ბათუმის საქალაქომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ საქმის გასაჩივრება მოხდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ასევე დღეს გახდა ცნობილი რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა გამოაწყდა. რა ვითარებაშია და როგორ არის ამას უკვე ადვოკატისგან გავიგეთ. საღამო მშვიდობისა ბატონ ჯუბერ, მადლობა ჩართვისთვის. ბოლო ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ, დღეს გახდა ცნობილი რომ ქალბატონმა მზიამ შიმშილობა გამოაცხადა და როგორი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშია ის, მოკლედ რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია. უკაცრავად ხმის პრობლემა არის რამდენადაც ბატონ ჯუბერ, თუ გესმით ჩემი ხმა, მცირეოდენი ტექნიკური პრობლემა გვაქვს ხმასთან დაკავშირებით და იმედია გამოასწორებენ ამას ჩვენი ტექნიკური პერსონალი. როგორც გითხარით, დღეს გახდა ცნობილი, რომ დაკავებულმა ჟურნალისტმა რუსთავის საპრობილეში გამოაცხადა შიმშილობა. ადვოკატების ინფორმაციით ის მხოლოდ წალს იღებს და თუ არის უკვე საშუალება, თუ ვერ ვახერხებთ ვიდეო გამოსახულებით შემოყალას, იქნებ ტელეფონით დაუკავშირდეთ მაინც და რო ჩავრთოთ. ბატონ ჯუბერ, გესმით? დიახ, შეისმის ჩემი ხმა. დიახ, ისმის, იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია რა მდგომარეობაშია. ბატონო, მოგესალმებით. დიახ, დღეს გახდა საჯარო ცნობილი აღნიშნული ფაქტის შესახებ, თუმცა უკვე რამდენიმე დღეა ქალბატონი მზია მხოლოდ წყალს იღებს. მას შემდეგ, რაც მისი შესახლება მოხდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც ბათუმიდან გადმოიყვანეს.
ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს ასევე თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ დარღვეული იყო რაღაც საპროცესო ნორმები გასაჩივრებასთან დაკავშირებით, რომ არ მოხდა უпростоრად ვადების დარღვევა სასამართლოს მხრიდან, უფრო კონკრეტულად რო გითხრათ რა მოხდა? კი ბატონო. 14 იანვარს, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლო გამოიტანა გადაწყვეტილება ქალბატონი მზიასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე, დაიწყო ათვლა იმ ვადის, როდესაც დაცვის მხარეს შეეძლო ამის გასაჩივრება. ნაცვლად 48 საათისა დაცვის მხარემ დაახლოებით 24 საათი გამოიყენა ამისა და ამისთვის და 15 იანვარს დაახლოებით 17 საათსა და 45 წუთზე ჩვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შევიტანეთ დაცვის მხარის საჩივარი, რომლითაც ვითხოვდით პატიმრობის გაუქმებას, რომელიც უსაფუძვლოდ შეეფარდა ქალბატონ მზიას და ვითხოვდით მის შეცვლას გირაოთი. სწორედ ამ თარიღიდან 15 იანვარს 17 საათი და 45 წუთიდან სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო 72 საათიანი ვადის ათვლა იმისათვის, რათა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეეგროვებინა საქმის მასალები, მათ შორის დაერთო ჩვენი სააპელაციო საჩივარი და გადაეგზავნა ის ქუთაისის საგამოძიებო კოლეგიის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიისათვის, რომელსაც უნდა განეხილა აღნიშნული საქმე. ამისათვის იყო მხოლოდ 72 საათი ვადა. თუმცა იმის შესახებ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმის მასალები შევიდა, ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ მხოლოდ დღეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიამ ჩვენ მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ დღეს 12 საათზე იქნა შესული საქმის მასალები. შესაბამისად 15 იანვრის 17 საათი და 45 წუთიდან 72 საათის გასვლის შემდეგ, ანუ 18 საათის დაახლოებით 18 იანვრის დაახლოებით 18 საათიდან ქალბატონი მზია ითვლება უკანონო პატიმრად ამჯერად უკვე ფორმალური სისხლისამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების დარღვევის გამო. აქამდე თუ მხოლოდ იგი ითვლებოდა უკანონო პატიმრად შინაარსობრივად უკანონო პატიმრობის გამო სისხლისამართლის ნორმა, რომელიც ბრალის სახით მასწავლიგნეს იყო უკანონო, ამჯერად უკვე ფორმალური წესების დარღვევაც გვაქვს, რომელსაც საპროცესო კოდექსი მკაცრად განსაზღვრავს 72 საათის სახით საჩივრის შემთხვევაში. ბატონო ჯუბერ, ეს რისი პრეცედენტი შეიძლება იყოს, ანუ თუ არის პრაქტიკაში ასეთი საკითხები და როგორ რეგულირდება შემდეგ ეს საკითხი? კი ბატონო, პრაქტიკაში მე პირადად გავსი შემთხვევა ნამდვილად არ მქონია, ყოველთვის როდესაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით ვასაჩივრებდით, ყოველთვის არა მარტო დასაშვებობას, არამედ ნებისმიერ საკითხს სასამართლო კანონის დაცვით 72 საათში განიხილავდა და ამ შემთხვევაში უკვე როდესაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვადის დარღვევით მიიღო უკვე ეს საქმე, შეუძლებელია საუბარი თუ რა იქნება, რა ვადებში იხელმძღვანელებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, თუმცა მას ნებისმიერ შემთხვევაში ვადების დარღვევის მიუხედავად მოუწევს, რომ პირველ რიგში დასაშვებაზე იმსჯელოს, შემდგომში თუ კი მიუდგება ობიექტურად და კანონის მოთხოვნების დაცვით დასაშვება ცნოს ეს საკითხი და ჩანიშნოს სასამართლო პროცესი აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც უშუალოდ მხარეებით უნდა იქნენ მიწვეული და გაიმართოს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა. ბატონო ჯუბერ, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ქალბატონ ეთერთურაძისგან განცხადება, რომ მოხდა კადრის ფალსიფიკაცია, მათ შორის ის ბრაზდებდა ჩვენს ტელევიზიას, რომ აჭარის ტელევიზიამ კადრის ფალსიფიკაცია მოახდინა. თუ შეგიძლიათ კონკრეტულად გვითხრათ, რაზე არის საუბარი, კონკრეტულად რა ფალსიფიკაციაზე არის საუბარი? ქალბატონმა ეთერმა რაზე ისაუბრა, მე ნამდვილად არ შემიძლია გითხრათ, მე გესაუბროთ, ქალბატონი ეთერი დარწმუნებული ვარ ამას თვითონ უკეთ განმარტავს. ხომ არ ახართ საქმის კურსში, ამიტომ გეკითხები დიახ. არ ვიცი, ქალბატონი ეთერი რაზეც საუბრობს, დარწმუნებული ვარ თვითონ გიპასუხებ და მე რაზეც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ კადრი, რომელიც საქმის მასალებში დევს, არ ასახავს სრულიად იმ კონტექსტს, რაც ადგილზე ხდებოდა. აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ არ დაწყებულა სასამართლოში, მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილებოდა და როდესაც საქმის მასალების გამოკვლევა დაიწყება, მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს სასამართლო, ჩვენი მხრიდანაც იქნება არაერთი კადრი წარმოდგენილი, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტულ ინციდენტს, არამედ იქამდე მიმდინარე მოვლენებს, ქალბატონი მზიას უფლებების დარღვევის ფაქტებს ასახავს და უფრო ნათლად გახდება საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი. და ამ შემთხვევაში თუ სააპელაციო სასამართლო თქვათ ძალაში დატოვებს ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას, შემდეგ უკვე რა ხდება? არის კიდე რაიმე სამართლებრივი გზა?
კი ბატონო. პირველ რიგში რაც აუცილებლად უნდა თქვა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, იმისაც რაც აკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოხდეს, როგორც ქართული სასამართლოს პრაქტიკით, ასევე ადამიანის ულებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით არსებობს მკაცრად განსაზღვრული წესები, რომ აქ არ განიხილება უშუალოდ ბრალეულობა პირის, აქ განიხილება სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას პირი იქნება თუ არა პატიმრობაში თუ იქნება სხვა სახის აკვეთი ღონისძიების ქვეშ, რომლის პირობებშიც იგი დაეშწება სასამართლო პროცესს. ქალბატონი მზიას შემთხვევაში მსგავსი რისკები, რომ იგი პატიმრობაში იყოს, არ არსებობს. აკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველიც კი არ არსებობს, თუმცა იმის გამოთ, რომ სასამართლო თუ კი დაინახავდა რაიმე სახის რისკებს, ჩვენ ამის გადასაზღვევადაც მათ შევთავაზეთ გირავ, ასევე შევთავაზეთ სხვა სახის შემზღუდველი ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით იყო სრულიად დაუსაბუთებელი, არ ემყარებოდა არც ერთ კონკრეტულ მტკიცებულებასა თუ გარემოებას, დაეფუძნა ერთადერთ ადმინისტრაციულ სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, რომელიც ჯერ სასამართლოს არ შეუმოწმებია ადმინისტრაციული წესით და სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარეც კი ქალბატონი მზია ითვლება ადმინისტრაციულად სახდელ და უდებლად. შესაბამისად, ერთადერთი საფუძველი, რასაც დაეფუძნა ეს გადაწყვეტილება, იყო სრულიად უკანონო და თუ კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს ობიექტურად, გაითვალისწინებს გარემოებებს, რომლებიც საქმეშია მოცემული, გაითვალისწინებს ჩვენს ერთადერთი რა გადაწყვეტილება შეიძლება მათ მიიღონ არის ის, რომ პატიმრობა შეცვალონ ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებით. ამ შემთხვევაში ეს იქნება გირაო, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ შემდგომში სამართლებრივი ბრძოლის გზა რა არის, ჯერ პირველ რიგში ჩვენ აუცილებლად უნდა ამოვწუროთ შიდა სამართლებრივი ბრძოლის გზა და შიდა სამართლებრივად 4 მარტს არის ჩანიშნული სასამართლო პროცესი, სადაც კიდევ ერთხელ მოხდება პატიმრობის გადაჭრა, თუ კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ეს უკანონო გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გარდა ამისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შემდეგ რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, სწრაფადვე დაიწყებს მუშაობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვაზე, როგორც ფორმალური, რაზეც უკვე ვისაუბრეთ წესების დარღვევაზე, ასევე შინაარსობრივი. მადლობა ბატონო ჯუმბერ, ჩაგვერთეთ გადაცემაში და მოგვაწოდეთ ბოლო ინფორმაცია. მოკლედ ჯუმბერ ქათამაძეს უსმენდით, საიას იურისტს, რომელიც მძია მაღლობელის ინტერესებს იცავს და საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანის შემოგვერთდა საგამშვიდობისა ბატონებთან. მადლობა რომ მოხვედით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდი ამ საკითხით დავიწყოთ. თქვენი შეფასება როგორი არის აი ამ საქმეზე, რაც ხდება? მოგესალმებით ვახო, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში მე გეტყვით ჩვენ რა გავაკეთეთ ამ საქმესთან დაკავშირებით და რითი ვცდილობთ რომ ამ პროცესში ვითამაშოთ პოზიტიური როლი, პოზიტიური გულისხმობ იმაში, რომ როგორც ადვოკატმა ახსენა, მეც მიმაჩნია, რომ აღკვეთი ღონისძიების სახის ყველაზე მძიმე ფორმის გამოყენების წინაპირობა შეიძლება არ იყოს ახალგაზრდა და სასამართლოს იმტკიცებულებების გათვალისწინებით, რაც არის საქმეში მოპოვებული, შესაძლოა იმსჯელოს, შეუძლია იმსჯელოს სხვა ტიპი ინფორმსუბუქი აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე, ამიტომ ამ დასაბუთებით ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელიც გაუგზავნეთ რამდენიმე დღის წინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ვთხოვეთ, რომ უფრო კონკრეტულად შეაფასოს, უფრო ზედმიწევნით შეაფასოს ის მტკიცებულები, რის საფუძველზეც იქნეს გადაწყვეტილება მიღებული და ამ ყველაფრით იხელმძღვანელოს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად რომ მიდგომები, როდესაც საქმე ეხება ცნობილ ადამიანს, მარტო ცნობილზე არ არის ქალს, მათ შორის პატიმრობა რატო არის აუცილებელი? იმიტომ რომ არ მოახდინო, როცა ამას იყენებს, ხო, სასამართლოს არ მოახდინო ზეწოლა მოწმეებზე. ამ შემთხვევაში ახლა მოწმეთა ჩვენებებით არ არის ეს ბრალი წაყენებული. მთავარი მტკიცებულება არის კადრები, რაც ჩვენ ვნახეთ. მათ შორის მიმალვის საფრთხე თუ არსებობს და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ როცა აი ესეთი ტიპის საქმეა, იქ ამ ასეთი რისკების დაზღვევა შეუძლია სასამართლოს, ხო, სხვადასხვა გირაო არის, თავდებობა არის და სხვა ფორმები არსებობს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას აკვეთი ღონისძიების სახით და არა აუცილებელი იყოს პატიმრობა. ეს არის რაზეც და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩემი წარმომადგენელი პირველივე დღიდან რამდენჯერმე იყო შესული, ეხლაც იყო შესული. როგორი არის მდგომარეობასთან დაკავშირებით? ის ინფორმაცია რაც მაქვს შეიძლება პერსონალურ ტიპის ინფორმაციას, ამიტომ მოვერიდები ამაზე საუბარს, თუმცა ვიტყვი იმას, რომ ჩვენ მუდმივად ვახდენთ მონიტორინგს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, იმ საჭიროებების, იმას მას ჭირდება, ამაზე გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია და არ მინდა ვინმე მიფიქროს, რომ სახალხო დამცველი ან მისი აპარატი არ არის ჩართული ამ პროცესებში. ვინაიდან ბევრი ტიპის დეзинფორმაცია ვრცელდება ამ დღეებში ჩემს შესახებ და
და ეს ყველაფერი სინამდვილეში რასაც ვაკეთებ, ამ ყველაფრის საპირისპირო ინფორმაცია გრძელდება. თან კონკრეტულად აი რასაც ვაკეთებ იმის საპირისპიროს მაბრალებენ და ამიტომ რა ვქნა, ესეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, სადაც ძნელი ყოფილა სახალხო დამცველობა. თუ ლაპარაკობს სიმართლეს და გინდა რომ საზოგადოებას უთხრა რაც მართლა ხდება და არ ექვემდებარება არავის გავლენას, არც პოლიტიკური პარტიების ინტერესებს ითვალისწინებ, არც არასამთავრობო ორგანიზაციების, არც ხელისუფლების, არავის და უბრალოდ ობიექტურად ვცდილობ რომ შენი საქმე გააკეთო და ეს გამოამზეურო, ხო, რაც არის კანონით გათვალისწინებული და რაც არის მანდატის მთავარი დანიშნულება. ბატონ ლევან, ამებზე მე დამატებით მინდა კითხოთ, მანამდე ისევ ამ საქმეს რომ მიუბრუნდოთ, იყო აი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა განცხადებები, რომ მოსამართლე, რომელმაც ეს საქმე განიხილა, მას არ შეეძლო, რომ ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე იყოვო და მე დღეს სხვათა შორის მოვიკითხე და სისხლის სამართლის საქმეებს იხილავს ეს მოსამართლე, თუმცა ანუ წარდგენილი იყო როგორც ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლეო, თავის დროზე ასე დაინიშნაო და ასეთ საკითხებს საერთოდ არ უნდა იხილავდესო. თქვენ ხომ არ გაქვთ რამე ინფორმაცია აი ამ მოსამართლესთან დაკავშირებით? არა, ამასთან დაკავშირებით არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, ასეთი ტიპის, ასე ვთქვათ, საჩივარი ჩვენთან არავის არ დაუფიქსირებია, რომ ვთქვათ, იმ მოსამართლემ განიხილა ეს საქმე, ვის არ იყო უფლებამოსილი, რომ განეხილა, თუმცა ეხლა ადვოკატის, ასე ვთქვათ, მონაყოლს უსმენდი და მან ყურადღება გაამახვილა საპროცესო ვადების დარღვევაზე და ეს არის პროცესუალური საკითხი, მათ შორის სისხლის სამართლის მიმართულებით, რაც უშუალოდ ჩვენი შესწავლის საგანი გახდება, მართლა მოხდა თუ არა მოხდა რა ხდება? საპროცესო ვადების დარღვევა, თუ ის რასაც ყვება ადვოკატი, ეს მართლა ასე არის და საპროცესო ვადები იქნა დარღვეული, მაშინ ყველა დღე რომელიც კანონის დათქმის გარეშე იმყოფება ადამიანის საპატიმროში, ის არის უკანონო პატიმარი. ამიტომ პირველად გავიგე ამის შესახებ, არ მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია, რომ მათ ასეთი პრეტენზია გააჩნიათ სასამართლოს მიმართ და ჩვენ აუცილებლად შევისწავლეთ ამ საკითხს, გამოვითხო ინფორმაციას, მართლა ქონდა ადგილი თუ არა საპროცესო ვადების უგულებელყოფას. გასაგებია. ბატონ ლევან, თქვენ ვინმე გაკრიტიკებთ თუ არ გაკრიტიკებთ, მაგალითად თქვენს არჩევაში ოპოზიციამაც მიიღო მონაწილეობა წინა პარლამენტში, როგორც ხელისუფლებამ, ხო, რაღაცნაირად შეთანხმებული კანდიდატი იყავით. ეხლა მთელი ოპოზიცია არ გიჭერდათ მხარს, მაგრამ მიიღეთ ის ხმები, რაც საჭირო იყო მაშინ, რომ დაემტკიცებინეთ პარლამენტს. მოახერხა თუ არა ლევან იოსელიანმა, რომ იყოს ყველას სახალხო დამცველი? როგორ ფიქრობთ პირადად თქვენ? მე შეფასება სუბიექტური იქნება ჩემი მხრიდან, მე რო ჩემ თავზე ვისაუბრო, მე მგონი ამას საზოგადოებამ და ისაუბროს ამაზე და ამის დასამტკიცებლად კიდევ 4 წელი მაქვს წინ. და ამ 4 წლის მანძილზე მე ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრ ბრჭყალებში კრიტიკას დავიმსახურებ იმისთვის, რომ არ ვატარებ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ან რომელიმე დაინტერესებული მხარის ინტერესებს. ეს როგორც წესი ასე არის, მაშინ გაკრიტიკებენ, როდესაც არ ხარ ვინმეს მიმართ მიკერძოვებული და ვცდილობ, რომ ობიექტურად შეაფასო სურათი. ამ თვალსაზრისით ძალიან უმადური სამსახურია სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ არავინ საბოლოო ჯამში არ არის შენიკმა ყოფილი, იმიტომ რომ თუ მას აქვს რა უფრო მეტის პრეტენზია, უფრო მეტის ამბიცია. აი რატო წინა სახალხო დამცველი ქალბატონი ლომჯარია, მაგალითად არ შეიძლება არც გინდოდეთ თქვენ წინა მორბედზე საუბარი, მაგრამ აი ოპოზიცია მუდმივად ოპოზიციისგან ქებას იმსახურებდა ხოლმე, ქალბატონი ლომჯარია და თქვენ არ იმსახურებთ ამას. რა ვქნა ახლა მე არ ვსაუბრობ ხოლმე არასოდეს ჩემ წინა მორბედზე, მას სხვანაირი ასე ვთქვათ მიდგომა ქონდა ალბათ, იქ მსახურებდა ქებას, მე არ ვიმსახურებ. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ვინმეს მხრიდან თუ განსაკუთრებულ ქებას იმსახურებ, ეს მიუთითებს შენს რაღაცნაირ აფილირებაზე იმ ჯგუფის მიმართ, ან პარტიის ან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შენ განსაკუთრებულად გაქებენ, იმიტომ რომ შეუძლებელია ხო ახლა სიმართლე არ არის ეს არასოდეს არ არის ისე რომ ყველაფერი არის თეთრად და შავად, ხო, სიმართლე არის ყოველთვის რაღაც ამ განსხვავებულობას შორის, ასე რომ ვცდილობ არავის არ დაეკარგოს სიმართლე სახალხო დამცველთან,
ყველას აზრი იყოს წარმოდგენილი და ამავდროულად რაც თავარია არ მოხდეს ის რომ ვინმე სასარგებლოდ იყოს გამოყენებული ეს ინსტიტუტი. საბოლოო ჯამში მე რასაც მედავებიან იმას რომ არ ვამბობ, არ ვაკეთებ, არ ვსაუბრობ იმ ტონალობაში, როგორც ვიღაცებს უნდა რომ ასე იყოს. და ამ სვავ კითხვებს, რომელიც არ არის პოპულარული რომ დავსვა. თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაცია ვთქვათ, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, ვთქვათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიღაცას ის არ დავასახელებ კონკრეტულს, რატო აქვს ვთქვათ სხვა მიდგომა და სახალხო დამცველს რატო აქვს სხვა მიდგომა? კაი ვთქვათ, არჩევნების გაყალბებაზე ვისაუბროთ, ვთქვათ. თქვენ ამბობთ რომ მაჩვენეთ. ისინი ვთქვათ სამართლიანი არჩევნები, გამჭირვალობა ესენი ერთ კონტექსტში საუბრობენ. თქვენ განსხვავებული პოზიცია გაქვთ, თუნდაც პოზიცია რაში გაყალბებასთან დაკავშირებით. ის ამბობს ადამიანი რომ ის იმტკიცებულებებით ამბობენ ამას, ხო? მე ამბობს ადამიანი რომ აი ესეთი რაღაცა მოხდა, 100,000 ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, 350,000 ხმექნა გაყალბებული და მე ვსვავ კითხვას როგორ გაკეთდა ეს? ანუ ან ეს ადამიანები სად არიან? ან ეს 350,000 ხმა როგორ გაყალბდა კონკრეტულად ამიხსენით, აი მექანიზმი, იმიტომ რომ ეს ხო არ არის. აი ქონიათ მასთან აი ასეთი შეხვედრა თუნდაც დახურული ამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია. არჩევნებზე დაკვირვება არ არის ჩემი საქმე, ხო? ეხლა მე რო ვიყო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ალბათ დაუჯდებოდი და ვეტყოდი, რომ ხო, მაგრამ გლობალურად როცა ეხება ქვეყანას უკვე ხო, მესმის, უბრალოდ მე ხო არ ვაფასებ არჩევნების გაყალბებას, არ გაყალბებას. მე აქ საუბარი, როცა ამაზე დავიწყო, უბრალოდ კითხვები დავსვი. აი ამ ყველაფერს რო ადამიანები ამბობენ და აი ესე ჯიუტად იმეორებენ, მე ამას პოლიტიკური პარტიები იმეორებენ. ამის უკან რა დგას უბრალოდ მაინტერესებს და პასუხები იმაზე კი არის საუბარი, პასუხები გამცავი მე მან კონკრეტულად მითხრა რომ აი ეს. საუბარი ის იმაზე რომ საერთოდ როგორ გავუბედი ასეთი კითხვის დასმა. რახანეს კითხვა დავსვი ვარ, ქოცი, მონა, რუსი ამ სამი სიტყვით შემოიფარგლება ძირითადად ხოლმე მათი ჩემი ასე ვთქვათ დახასიათების ფორმა და მათი მეტყველება აი ამ სამ სიტყვაში ტრიალებს ყოველთვის. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მე ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდები. ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციას ხვდები, შევხვდი მარტო 2024 წელს და მინდა გითხრათ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა მაქვს მათთან ჩემთან. არის რამდენიმე, რომელიც რაღაც ესე გამორჩეულად ცდილობს რომ დამაბრალოს ის, რაც არც გამიკეთებია, არც მიფიქრია, არც ჩემი საქმე არ არის, მაგრამ და მათ მერე მხარს უბავს კონკრეტული მედია საშუალებები და აი სვამ რაღაც იმაში. ანუ ბატონო ლევან, ამ შემთხვევაში აი რომ ყოფილიყო ასეთი მასშტაბის გაყალბება, რასაც ვთქვათ არასამთავრობოები აცხადებენ და ოპოზიციური პარტიები. ანუ ეს ფაქტები დაიდებოდა, თქვენ ამას ფიქრობთ და ესე ვერ მოხდებოდა, როგორც ისინი საუბრობენ, ხო, ვთქვათ 300,000-ით გაყალბდა არჩევნები. ეს ასე რომ მომხდარიყო, ფაქტები იქნებოდა? ეს გაყალბება რაღაც როგორ ხდება? ჯადოსნურ ჯოხს ვარა იქნებს ვინმე და გაყალბდება, ხო? ვიღაც უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე. კარუსელი უნდა დაატრიალონ თუ რაც რეფორმებიც არსებობს, ხო? უბრალოდ 100 და 200 ხმაზე რო იყოს საბაე 300 ხმაზე, გინდა 3000 ხმაზე. ნუ გასაგებია ამის დაორგანიზება შეიძლება იყოს შესაძლებელი, თქოთ რომ ჩადაუშვათ, რომ ის ტექნიკური საშუალებები ვერ იმე, მაგრამ ამ მასშტაბზე როცა საუბარი, უბრალოდ კითხვა ჩდება, ხო, ამას ხო რაღაც ინფრასტრუქტურა სჭირდება, ამან ადამიანს გადაყვანა სჭირდება, 12 საათში უნდა მოესწროს ეს ყველაფერი. ავტობუსები ჭირდება, სამარშრუტო ტრანსპორტები ჭირდება. აი ეს ყველაფერი ახლა მე ერთხელ თქვი კიდევ სადღაც 10-დან 15,000-მდე სატრანსპორტო საშუალება უნდა ამ ყველაფერს და რავი, ეს ხალხი ხტო ესე დაყავდათ, მიყავდათ, მოყავდათ და აი ხოლოდესაც ვთქვათ სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ ხო იყო პრეზიდენტი, მე რამდენად ვიცი ჰქონდა თქვენ ხო კომუნიკაცია არჩევნების შემდეგ, როდესაც ის აცხადებდა რომ არჩევნები გაყალბდა, პრინციპში მანამდე არჩევნების წინადღეს თქვა რომ გამორიცხულია ამ არჩევნების გაყალბებაო, მაგრამ უკვე შემდეგ არჩევნები როცა ჩატარდა თქვა რომ გაყალბდაო. ეს კითხვები თქვენ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ამბობდა რომ ასე რადიკალურად რომ გაყალბდა არჩევნები და ხალხს ქუჩაში იწვევდა, არ დაუშვით ეს კითხვა თქვენ პირადად ეს ზურაბიშვილს როცა ჰქონდათ ეს აი შეხვედრა ერთი შეხვედრა იყო არჩევნების შემდეგ, რომელიც მისი ინიციატივით გაიმართა და მას ჩემს მიმართ ჰქონდა კითხვები კონკრეტულად იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იყვნენ დაკავებულები და ვისთანაც ვიყავი შესული სანახავად ამაზე აინტერესებდა ინფორმაცია. და თქვენ აღარ გიკითხავთ აი ამ არჩევნებზე? არა, ვინაიდან ჩემ საკითხი არ არის არჩევნების დაკვირვება, ეს არ არის სახალხო დამცველის თავარი 3,000 უბანზე მე არ ყოლია წარმომადგენელი, არც ერთ სახალხო დამცველსაც არ გაუკეთებია მათ შორის, რომ იცოდით, რომ ესე სისტემური დაკვირვება მოეხდინა. შესაბამისად, ახლა ამაზე დიალოგი მომასთან
მე პასუხს ვარ მოთხოვდი ამას რატომ იმას თავისი აზრი აქვს, ჩემი აზრი აქვს, ხო? მაგრამ მაინც რომ დაუბრუნდეთ იმ საკითხს, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. აქ საუბარი არის რაზე? საუბარი არის იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანები, ჯგუფები და მათ შორის ოპოზიციური პარტიები ჩემგან ითხოვენ ერთ რამეს, რომ მათ შორის ყოფილი თქვენ თანაგუნდელიც? ვინ? ელისაშვილი. არა, ალეკოსი ვერ ვიტყვი ამას. ის პარტია ნიკა ამელიამ გავრცელა განცხადება, რომელიც ანალოგიურ რაღაცას ამბობს. ისინი ითხოვენ ჩემგან ერთ რამეს, რომ მე ამ საკითხზე არ ვგლო, ამ კითხვები არ დავსვა. რაღაცნაირად ცდილობა არის, რომ გამაჩუმონ და უბრალოდ მათთვის არასასურველ თემებზე არ ვისაუბრო. და მე ხლა ამას როგორც მოქალაქე დავსვი, ეს რამდენიმე თვის წინ იყო, ხო? და ამის შემდეგ და რა მაშინ თუ ასეთი სულელური კითხვა, ეს კითხვა არანაირ ასე ვთქვათ ლოგიკას არ არის დაფუძნებული, მაშინ რატო ყიზიანდებიან კაცო გაატარონ ეს კითხვა და გააგრძელონ, მაგრამ მის მერე არ გაჩერდა ეს კამპანია, ხო, რომ აი როგორ სინამდვილეში სიმართლე არის ის, რომ ამ კითხვების მიღმა დგას რაღაცა ლოგიკა, რომელსაც თუ ვერ პასუხობ, ხო, მაშინ გამოდის რომ რასაც აცხადებ ეს არ არის თლად ასე. ამაზე არის საუბარი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ეს არის რაც არის. მე არ მინდა ისე წავიდე თქვენ რომ არ შევეხო იმ საკითხს, რომელიც იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც ამ საპროტესტო აქციების დროს იქნენ დაზარალებულები. ხო, აი ამ დაზარალებულებთან დაკავშირებით, ხო, პრაქტიკულად ეს ადამიანები ხა არიან სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემული აი აქ გამოსავალს როგორ ხედავთ, ხო? ურთულესი პოლარიზებული გარემოა. ამას რო თავი დავანებოთ, მომდევნო შეკითხვას სწორედ აი ამ პოლარიზებულ გარემოზე უნდა ვკითხოთ. მარტო ის არ არის, რომ ვიღაცა შეიძლება მუშტით გაუსწორდეს ერთმანეთს, მაგრამ მეორეც არის. აი ამ მეორეზე შემდეგ უნდა დაგისვათ შეკითხვა. რაც შეეხება აი ამ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, ხელოვანი ადამიანების პროტესტის ვნახეთ ჩვენ, იქ მოწოდება იყო, ხო? ვინ უნდა იყოს აი ამაში პასუხისმგებლობა? მეორეც ხომ არის, რა თქმა უნდა, არავის ციხეში გაშვება ადამიანს არ უნდა გიხაროდეს, ხო? რაც ნაკლები პათიმარი გვეყოლება ქვეყანაში, ეს ყველაზე კარგი იქნება და ეს უნდა უნდოდეს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ აი ამ რეალობაში გამოსავალი რა არის ახლა? მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი არსებობს და ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა, რომ კანონი ყოველას მიმართ იყოს თანაბარი, როდესაც საუბარი არის, რომ 40 ადამიანის არის სისხლისამართლის წესით დაკავებული და თუ მათ დაარღვიეს კანონი და ამას ედავება პროკურატურა, ხო? ძალადობას ჩვენ ვნახეთ უამრავი კადრი, როდესაც პოლიციელების მხრიდანაც მოხდა კანონის დარღვევა სავარაუდოდ, როდესაც გაუსწორდნენ. მე ვნახე უამრავი ნაცემი ადამიანი, რომლებიც აცხადებდნენ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე. ასე რომ კანონის უზენაესობა გულისხმობს ამ ართანამშრომლებენ, აი ლადო ბოჟაძემ თქვა, როდესაც კონკრეტულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით იყო, ის ადამიანები, ვინც არის იმ საქმეში ერთ-ერთი მოწმეო, ართანამშრომლობსო, იმიტომ რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან აქვს კომუნიკაციაო თუ მისი ოჯახის წევრი არისო ერთ-ერთი ართანამშრომლობს. შეიძლება რაღაც საქმეში საქმეში სადღაც ვიღაც ართანამშრომლობს. როდესაც აი მაკაჩიხლაძის საქმეზე ამბობდა. იქ არ იყვნენ ისინი პოლიციის წარმომადგენლები, ისინი იყვნენ არაფორმალური ადამიანები და ის არაფორმალური ჯგუფი მოქმედებდა. ახლა ეს ცალკე საკითხი არის. მე საუბარი მაქვს, როდესაც ერთ მხარეს იდგა პოლიცია, მეორე მხარეს იდგნენ პროტესტის მონაწილეები, ხო? და იქ ხო ვნახეთ ყველამ რომ ადგილი ქონდა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობას პირდაპირ კადრებში ვნახეთ ეს ჟურნალისტების მიმართ მათ შორის. ამაზე არის საუბარი. კანონის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც თუ არის დაცული, მაშინ ეს სამართლიანობის განცდა ამ პოლარიზაციასაც ამცირებს, იმიტომ რომ არავის არ აქვს იმის განცდა, რომ ვიღაცას მიმართ სამართალი არის დაცული და ვიღაცის მიმართ კიდევ ეს ასე არ არის და პრივილეგიურ მდგომარეობაში არის. ამიტომ ეს მიმაჩნია ერთ-ერთ და ამავე დროს ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანებს, რომელმაც შეიძლება გადაამეტოს თავის ასე ვთქვათ უფლებას გამოხატვის თავისუფლებას მათ შორის და უნდა შეიძლება გადავიდეს და შეიძლება დანაშაულის ჩაედინოს და შეიძლება ის უნდა დააკავო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ დაკავების შემდეგ ის გამართლებული არის სამნაირად ადამიანის ცემა, ხო? ამას გამართლება არ აქვს. ცემა არ შეიძლება არავის დააკავე, კი ბატონო, გადაეცი მართლმსაჯულებას და მე მიიღებს იმ სასჯელს, რაც არის გათვალისწინებული, მაგრამ მეორე საკითხია, როდესაც ხდება ამის მიღმა უკვე
მათზე არასათანადო მოპყრობა, რაც არის პრობლემა ჩემი აზრით, რასაც ჭირდება გამოძიება, ეს არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქმე იქნას გამოძიება. აი რაც შეეხება აი მეორე ფაქტორს, თუნდაც სოციალურ ქსელში, აი სახალხო დამცველი ხართ და თქვენი თავის დაცვა ალბათ უფრო გაგიჭირდებათ. ეხლა ისეთი შემოტევა არის, ხო, ვიღაცას მოწონხართ, ვიღაცას არ მოწონხართ, ვიღაცა ჯანსაღად გაკრიტიკებთ, ვიღაცა გადადის რაღაცა ზღვარს, ხო, მაგრამ ეს იქცა ყოველდღიურ თითქოს ნორმად. ვიღაცას ჩემი დასმული შეკითხვა თუ არ მოეწონა, პირდაპირ წამხობა კორიანტელი, ხო, ამის. აი პირდაპირ თუ განსხვავებული პოზიცია აქვს ვიღაცას მოუწოდებენ სხვადასხვა ლიდერები, რომ საქმეს ჩაუფურთხეთ რესტორანში რო შევა. ეს არ ვიცი რომელ ევროპელობაში ჯდება და როგორ ვაშენებთ ამით ევროპას. მაგრამ აი აქ გამოსავალი როგორ ხედავთ, ჩვენ ევროპაც გვერდზე დაგჩვევა და ყველაფერი თუ ერთმანეთი დავხოცეთ აქ, ხო, რაღაცა პოზიციების გამო. აქ რა უნდა გააკეთდეს, რომ ეს დაძაბულობა რაღაცნაირად არ ვიცი როგორ უნდა მოიხსნას. ნუ ახლა არ ვიცი, ალბათ პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ ამაზე, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესის გამო არის ეს პრობლემები წარმოიშვა და არა რაღაც სხვა პროცესების გამო და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა არის ამ დროს, როდესაც სიტუაცია უნდა განიმუხტოს. ეს მათი საფიქრალი არის პირველ რიგში. ჩემი ამოცანა არის, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი იქნება თუ აქტივისტი იქნება თუ მოქალაქე იქნება, მათ მიმართ არ იყოს გამოყენებული არასათანადო ძალა და თუ აქ ასეც რამე ადგილი კონდეს შესაბამისი რეაგირება და ეს არ დარჩეს შეფასების მიღმა. ეს არის ჩემი ამოცანა. და დანარჩენი უნდა იფიქრონ ადამიანებმა, რომლებიც ძალიან მკვეთრ განცხადებებს აკეთებენ ხოლმე არჩევნების წინ და შემდეგ არჩევნები რო გადაივლის უკვე საკუთარი განცხადებების ტყვეობაში ხვდებიან და ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, პოლარიზაციას კიდევ უფრო აღმავებს და აღრმავებს, ასე რომ მე ამას ვიტყოდი, რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეპყრან თავიანთ ფუნქციას პოლიტიკაში და პოლიტიკა არ არის მარტივი საქმე, მე ვიყავი იქ და ვიცი რამხელა პასუხისმგებლობა არის ყველა დაპირებას, რომელსაც გასცემს პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, მე იმ დაპირების რაღაცნაირი ტყვე ხდება. ისე საინტერესოა დღეს რომ ისევ პოლიტიკაში იყოთ. რას იზავდით, სად იქნებოდით ახლა? ნუ არ ვიცი ახლა, მადლობა ღმერთს რომ არ ვარ. ეს შემეძლია გითხრათ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ როდესაც ამ პროცესში შედიხარ თავიდანვე სტრატეგია უნდა კონდეს სწორედ განსაზღვრული და უნდა იცოდე ნებისმიერ შედეგის დადგომის შემთხვევაში რას აკეთებს შემდგომ და ეს არ უნდა იყოს რაღაც სპონტანური, რომელიც მე საბოლოო ჯამში იმედგაცრუებას ეწევს მოქალაქეებში. მადლობა ლევან რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. თქვენ უსმენთ საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს, შევხვდებით უკვე 4 შაბათს საღამოს 9-ზე მშვიდობას გისურვებთ და ხვდებით.